პარამეტრი. GeoCase-ის მრჩეველთან ნიკოლოზ ანალიზესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. Დამოდით დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე საუბარი. ჩვენ ნახეთ, რომ შედარებით ბოლო პერიოდში არის ზრდის ტემპი შენელებული, მათ შორის აპრილში 7.9%-მდე, თუმცა როგორც უნდა შევხედოთ, ოფიციალურ რიცხვებში მაინც მაღალი ტემპი გვაქვს ზრდის. თავად მთავრობა და იგივე ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, კარგი მაკროეკონომიკური ფაქტორები გვაქვს. თქვენი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც არაერთი თვე არის რეალურად გვაქვს სახეზე პოლიტიკური დაძაბულობა, საერთაშორისო პარტნიორებთან გაუარესებული ვითარება, გარკვეულწილად მოლოდინები გაუარესებული არის ბიზნეს სექტორში, კერძო სექტორში, რა განაპირობებს ასეთ ზრდას და მოლოდინები როგორი უნდა გქონდეს? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გადავიდეს სწრაფად ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, ციფრები არის იდეალური და გენიალური, მხატვრული შედარება რომ მოვახდინოთ ძალიან ცნობილი ნაწარმოებიდან გურამ დოჩანაშვილის ლამას ქალაქში ღამე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კამურაში რო გადადიოდნენ ყველაფერი გენიალურად. ჩვენ ზუსტად ამ პროცესში ვარ და სხვა შედარებას მხატვრულ სამწუხაროდ ამას ვერ მივცემთ. სერიოზულობით რომ აღვნიშნოთ, ჩვენი ეკონომიკაში კი წეგანს გვესმოდა რომ რაღაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები რაღაც ყარა დასია, რომ ჩაიშალოს ეს ფაქტორები და გასაგებენაზე ვისაუბროთ მასებისთვის, ხო? ჩვენ ვიცით რომ მაინც აკადემიური, ფინანსური და ეკონომიკური ცოდნით დედამიწის მოსახლეობის 5% თუ 10% დაიქვეყნეს. ჩვენ ქვეყანაზე არა გვაქვს. ეს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ნიშნავს იმას, რომ ძალიან მარტივად ვთქვათ, ხო, 2 ან 3 ძირითადი პარამეტრი ავიღოთ, ინფლაციას თავი დავანებოთ, იმიტომ ერთია რომ არის ქაღალდზე დაწერილი 3.9% ინფლაცია, მეორეა, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავი საქართველოს მოქალაქე მისი ღირსეული შემოსავლიდან გამომდინარე ყოველდღიურობით შემოსავლის მიღებამდე პერიოდს როგორ ართოს თავს და მათ ყველაზე კარგად იციან და ეს ინდიკატორი იდეალურად ესმის ყველას თუ რას ნიშნავს ინფლაცია და რეალური ინფლაცია რამდენი არის. მაგრამ დანარჩენ ნაწილში ჩვენ რომ ვაღოთ, ჩვენი ეკონომიკა არის მთლიანად მოხმარებაზე დაფუძნებული. ჩვენი ეკონომიკური ზრდაც გამომდინარე ამ მოხმარებიდან. მოხმარების ძირითადი წყარო ჩვენ ეკონომიკაში არის სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ყველა, ვისაც ამის საშუალება აქვს, ცოტა მეტად უფრო რეგიონებში მიუტანოს ეს ინფორმაცია ხალხს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ბიუჯეტი არ ეკუთვნის კონკრეტულ გაბატონებულ კლასს, რომელიც დღეს ჩვენ ყავს მთავრობის სახით, რომელმაც რაღაც მცირე ფეოდალური წყობა მოაწყო ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ეს არის ყველა გადასახადის გადამხდელის მიერ შეგროვილი თანხა, ჩვენი 3.7 მილიონიანი მოსახლეობიდან პლუს-მინუს დაახლოებით დოულაც ქმნის მილიონამდე ადამიანი, ვინც არის დასაქმებული, თვითდასაქმებული, ან მუშაობს თავის კერძო ბიზნესში, ან სხვა კერძო ბიზნესში, ან დაკავებულია საჯარო სექტორში მუშაობით. მივედით თავარ ნაწილამდე, ამ ეკონომიკური ზრდის თავარ ხარჯვით ნაწილამდე, ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი გამოწვეულია ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ფულით ის გუნდი, რომელიც მას აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ანაწილებს ამ თანხას ბიუჯეტით და ხდება გადახდა. სხვა საკითხია, რამდენად კომპეტენტურად, რამდენად ხარისხიანად, რამდენად სწორად ხდება სატენდერო და ასე შემდეგ პირობების შერჩევა და შემდეგ იმ საქმიანობის გაკეთება და ამას ჩვენ ყველა ერთად ხვდებით და ვაფასებთ. გალაქსში გავლა ან ქვეყნის შემოვლა საკმარისია და შესაბამისად ეს ბიუჯეტი არის სპონსორი ბჭყალებში ჩვენი ეკონომიკური ზრდის. ეკონომიკური ზრდაზე კიდევ ამ ფუნდამენტურ ფაქტორებში მოქმედებს ისეთი ფაქტორები, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებით არის გამოწვეული, საერთაშორისო ვაჭრობა, მომსახურება, იგივე ჩვენ ეკონომიკაში შემოსავალი აქვს ტურიზმი, ტურიზმი ძალიან დიდი წილი უკავია ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში, პროპორციულად 10%-ზე მეტია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, თუმცა ტურიზმის მომსახურებაც არის დამოკიდებული ისევ საიმპორტო მოთხოვნებზე. ანუ იმპორტი, რასაც ჩვენ ვყიდულობთ სხვაგან და რასაც ჩვენ ექსპორტი ჩვენ ვყიდით სხვაგან და შესაბამისად სავალუტო კურსზეც და ჩვენ დადებით ბალანსზეც საგადამხდელო იქნება ეს თუ სავაჭრო ბალანსი სასურველია ყველას კონდეს პოზიტიური, მაგრამ პოზიტიურობა რაც მისაღწევია ჩვენ ამ ნაწილში რაც ასევე ფუნდამენტური ფაქტორია. საგადამხდელო ბალანსშიც საკმაოდ ნეგატიური მონაცემები გვაქვს და ეს ტრენდი სამწუხაროდ იზრდება და ასევე სავაჭრო ბალანსიც საკმაოდ მძიმეა, იმიტომ რომ ესეც ჩვენ უფრო მეტი ვალუტა გაგვდის, ვიდრე შემოგვდის. და შესაბამისად ბოლო 2 წელიწადში, რომ დავასრულო, ბოლო 2 წელიწადში რადიკალურად გაუარესდა ჩვენი მდგომარეობა და მოლოდინის კი არა, ნიკა ძალიან ცუდი ბიჭია, განსხვავებული აზრი აქვს და ცუდად იქცევა და ამიტომ კი არა ძაბავ ვიღაცას ლოგიკურად ყველას ადამიანებს აქვს რაღაც გადასკვნების მიღების საშუალება
თანამედროვე ტექნოლოგიები ჯერჯერობით ამ ქვეყანაში გვაძლევს, რომ ინტერნეტთან გქონდეს თავისუფალი წვდომა და რაღაც ანალიზი ავიღოთ და შევადაროთ. იმიტომ ჩვენ უფრო მეტი გაგვდის და აღარ შემოგვდის, იმიტომ ტურიზმი რაოდენობით ციფრებში ღირებულებითად გვიმცირდება, თუმცაც რომ არ შემცირდეს და გაიზარდოს, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი თანხის დახარჯვა, ჩვენ არ გვქნით პროდუქტს ამ ქვეყანაში, ისეც რომ მოვემსახუროთ ამ მაღალმხარჯველ სეგმენტს, შესაბამისად გვიწევს იმპორტით, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ისე ნებისმიერი სხვა თანხლები პროდუქტების შემოტანა, რომელიც ტურიზმის შესანარჩუნება და მომსახურებისთვის არის, იმიტომ კონკურენტულია გარემო. ჩვენს გარდა ჩვენი მეზობლებიც იზიდავენ და სხვაებიც და ასე შემდეგ. ამაზე დაყრდნობით ხარ თქვენ თქვით, რომ ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი მათ შორის სახელმწიფო ხარჯვაზე და ინფრასტრუქტურაზე მოდის. აი, როგორ შეგვიძლია თქვა, როდესაც ქვეყნდება ხოლმე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, არის ხოლმე კომენტარი, რომ რამდენად აისახება ხო ეს მოსახლეობაც, რამდენად ინკლუზიური არის ასეთი ეკონომიკური ზრდა. როგორ შეგვიძლია ეს რამდენიმე მონაცემები მოვიყვანე, მაგალითად სიღარიბეში გაუმჯობესება გვაქვს შემცირებულია, თუმცა რეკორდულად არის იგივე გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. როგორ შეგვიძლია ვთქვა, რადგან ითარგმნება ან არ ითარგმნება ეს ყველაფერი მოსახლეობას? ეს ყველაფერი ითარგმნება ძალიან კარგად და ძალიან ადვილად და თუნდაც ფართო დახუჭული თვალებითაც უკვე ეს შესახებია. კარგად ახსენეთ, თქვენ არის ორი მთავარი ძირითადი მოდელი გლობალურად ეკონომიკაში და მეცნიერების შემდგარი, ეს არის ინკლუზიური მოდელი და ექსტრაქციული, ანუ ამოღებას დაფუძნებული. ექსტრაქციული მოდელი უფრო არის მორგებული ისეთ ქვეყნებს, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით ბუნებრივი წიაღისეული გააჩნიათ და ამან გამოიწვია მერე სხვადასხვა ან შრომით შექმნილი, ანუ არის ეგეთი ჰოლანდიური სინდრომის, როცა მათ ძალიან დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის პროდუქტი შექმნეს, ძალიან მაღალი ეფექტურობით, მაგრამ პრობლემებში გადავარდნენ. ამიტომ ჩვენი ეკონომიკა ახლა უკვე თან განსაკუთრებით ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში პოსტკოვიდური პერიოდიდან ძალიან აქტიურად შევდივართ ამ ფაზაში. პარალელურად ეს პოლიტიკური კრიზისი მათაც დაამძიმა და მივიღეთ ის, რომ ექსტრაქციული ეკონომიკის შემთხვევაში ზუსტად კლასიკური მაგალითი გვაქვს, ხდება ხარჯვა ამ საბიუჯეტო თანხების, რომელიც ხდება შევსება, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს არ არის მუდმივი და გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ინკლუზიურად ეკონომიკური აქტორები ვერ მუშაობთ, არ მუშაობს ჩვენი ეკონომიკა, არ არის ინოვაციაზე დაფუძნებული. არ ვქნით ახალ ღირებულებებს, არ ვართ კონკურენტულები. არ გვაქვს ინსტიტუტები ძლიერი და განსაკუთრებულად ბოლო 2 წლის განმავლობაში რადიკალურად დაგვისუსტა. ანუ ინკლუზიური ეკონომიკა რო იყოს, ეს რას ნიშნავს, რომ ეს დოვლათი მეტნაკლებად პროპორციულად ნაწილდება მოსახლეობაზე, სადაც ესეთი დიდი დისბალანსი არ არსებობს. არის ეს. ხოლო ექსტრაქციულ შემთხვევაში არის მართველი კლასი, რომელიც პოლიტიკური კლასი, რომელიც გაუერთიანდება, ეს ბუნებრივი პროცესია. სხვილ, ასე ვთქვათ, კლასს, რომელიც ჩვენ გვესმის, რომ დიდ ბიზნესს რაღაცა მეტი პასუხისმგებლობა, მეტი ურთიერთობა აქვს და სახარებაში ეს ძალიან კარგი პასაჟია, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. აქ არის საუბარი პასუხისმგებლობაზე. ამიტომ სხვილ რაღაცას ვინც ქმნის, უნდა განაწილდეს მეტნაკლებად და ეს ამ განაწილებას უზრუნველყოფს ზუსტად ინკლუზიურობას, უზრუნველყოფენ ინსტიტუტები, ინსტიტუციური მართვა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ დასუსტებულია, რომელზეც გვესაუბრება, ნიკა კი არ ამბობს ამას, რომელიც ცუდი ტიპია და განსხვავებული აზრი აქვს. არამედ ამაზე საუბრობენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციები და თუმცა სხვა თემაზე მინდათ რომ მოვასწრო საუბარი იგივე სავალუტო ფონდის პროგრამაზე მინდა კითხო დღეს თქვა იგივე ნათია თურნამამცების პრეზიდენტამ რომ არის ასე მზაობა ორივე მხრიდან თუმცა ჩვენ არ გვაქვს ჯერ შესაძლებლობა რომ ვკითხოთ ეს მეორე მხარეს სავალუტო ფონდსაც ხო როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელოვანია რომ ანუ კონდეს ქვეყანას ახალი პროგრამა სავალუტო ფონდთან და ამის შესაძლებლობას რამდენად ხედავთ რომ იმ პირობებში როდესაც ახლა ვართ თქო ეს საფინანსო ორგანიზაცია მოინდომებს რომ განაახლოს ჩვენთან ამ ტიპის ურთიერთობები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან არის კრიტიკულად აუცილებელი ურთიერთობა. უკვე კარგია რომ განცხადება წამოვიდა იქიდან რომ ზაობა ჩვენი მხრიდან არის, იმიტომ აქამდე ჩვენ გვესმოდა თუნდაც ლონდონში მიმდინარე პროცესის პარალელურად როცა რაღაც საინვესტიციო შეკრება იყო დიდი და ველოდებით იმ შედეგებს და აი line-up-საც რომელი ბიზნესები და რომელი ინვესტორები იყო თო საინტერესოა. ჩვენს გავეწყოთ ჩვენი ბიზნესი და ვინც რაღაცას ვცდილობთ რომ მართოთ ამ ქვეყანაში კიდევ. იმიტომ რომ მაშინ საქართველოში გაკეთდა ძალიან მაღალი დონე და პარლამენტში განცხადება რომ თვითმიზანი არ არის IMF-თან ურთიერთობაო და ეს ნიშნავდა რომ არ გვინდა. კარგია უკვე რომ ეს შეიცვალა, იმიტომ ძალიან მაღალი რანგიდან იყო ნათქვამი, რაც არის აბსოლუტურად დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. როგორც გითხარით, ჩვენ სამომხმარებლო ექსტრაქციული ეკონომიკურ მოდელში ჩვენ ახლა ვიმყოფებით და თუნდაც იმ
გუნდს ბჭყალებში თუ ის გუნდს თავს ეგრე ეძახიან, მაგრამ რამდენად შეთქმულებული არ ვიცით, მათ ჭირდებათ ეს ხარჯები, იმიტომ ეს არის ძალიან დიდი რაოდენობით კორუფცია, კლეპტოკრატია, უხარისხობა, ასე შემდეგ, ჭირდება საწვავი, რომელიც ჯერჯერობით იწვება ამ ბიუჯეტით, იწვება ამ ჩვენი დეფიციტური საგარეო ვაჭრობით, ჩვენი ნეგატიური საგადამხდელო ბალანსით და ასე შემდეგ, მაგრამ ჭირდება შევსება, იგივე ვალუტის რეზერვები, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ ეხლა ლარი ბჭყალებში ესეთი სტაბილური რომ არის. ეს აბსოლუტურად არ ექვემდებარება იმ ფუნდამენტურ პარამეტრებს, არამედ არის ხელოვნურად შექმნილი, მაგრამ ამ ყველაფერს კარგი აქვს, მოკლევადიანი ეფექტი აქვს, მაგრამ გრძელვადაში საკმაოდ დიდი რისკები შეიცავს. ეს სტაბილურობა, ეს ბჭყალებში ფუნდამენტური მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ჩვენ გვჭირდება გარე დახმარება. გარე დახმარება ფინანსური რესურსებით. ეს ამას აქვს 2-3 წყარო, ძირითადი ტურიზმი, რომელიც თანხაში, მაგრამ პრობლემებია, ამიტომ ამას ცოტა მეტი smart გადაწყვეტილებები და კარგი სერვისი ჭირდება და კარგი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღარ ვარ და კონკურენცია მაინც და მაინც არ გვივარგა. თან დავუკარგეთ ძალიან დიდი ხმა ჩვენ გლობალურ ტურიზმში, რაც ასევე უშუალებელი დანაშაულია, ხვდებით რასაც ვამბობ. მეორე ნაწილი არის ეს პირდაპირ საერთაშორისო ინვესტიციები, ეს FDI, რომელიც კატასტროფულად დაბალ დონეზეა და ლოგიკურად ეს კიდევ უფრო შემცირდება და მესამე ეს არის ეს საერთაშორისო საავტო და ფონდები, ინსტიტუტების დაფინანსება, რა თქმა უნდა, არის კიდევ რემიტენსები, რომელიც ასევე უშუალებელი რისკი შეიცავს ჩვენი ეკონომიკისთვის. აი ეს ფუნდამენტური ბურჯები გამაგრებულია ძირითადად საქართველოსგან წასული ემიგრანტების მიერ ჩარიცხული თანხებით, რომელიც ძალიან დიდია, მაგრამ ეს არ არის სტაბილური. ეს შეიძლება ერთ დროს რაღაცა ვთქვათ იმ ხალხმა გაბრაზების დონეზე მაინც 10%-მაც რომ იმდენი აღარ გამოუგზავნოს თავის ოჯახის წევრებს და წაიყვანოს ეს ხალხი იქით თუ შეძლეს. ჩვენთვის არის კატასტროფული დარტყმის მოყენებელი. ამიტომ IMF-თან მნიშვნელოვანია რომ უკვე რაღაცა განათდა აქედა ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან კიდევ გვაქვს ჩვენ ძალიან კონკრეტული საგზაო რუკა. ერთგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც მათ მოგვცეს იმ რეფორმების ჩამონათვალით, რომლებიც შეჩერდა, რომელიც ბრუტალურად გაჩერდა და რომელიც უნდა აღდგეს. ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეორე შემთხვევაში თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამდენად ინტელექტუალურად, პროფესიონალურად შესწევს ამ გუნდს ძალა, რომ ეს გააკეთოს და კიდევ უფრო მთავარი ნაწილი მორალურად რამდენად არიან ისინი ამისთვის მზად. აი ეს ამ კითხვებს უნდა გაიცეს მთლიან საზოგადოებაში პასუხი, რომ ჩვენ გადავიდეთ ინკლუზიურ ეკონომიკურ მოდელზე. ამ ქვეყანას არ აქვს არანაირი მომავალი ექსტრაქციული ეკონომიკის ნაწილში, როგორიც ეხლა ვიმყოფებით და ეს პატარა გუნდი ბჭყალებში, რომელიც რაღაც თავის საკუთარ თარგზე აქვს ეს მორგებული, დიდი ხანი ლოგიკურად ვერ გაკეთებს, ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, ვერ მოვიზიდავთ გარედან იმპულსს და ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ამ გუნდმა არჩია, ვისთანაც მეგობრობს, ის პოროტი ქვეყნები, მოდი ასე ვიტყოდე, არ არიან გამორჩეული იმით, რომ ვიღაცას რაღაცით ეხმარებიან. ბოლოს 300 წლის მანძილზე ჩვენ ვიცით, რამხელა ზიანი მივიღეთ ამ ქვეყნებისგან და რამხელა ზიანი მიიღო მთლიანად კაცობრიობამ. და რა გააკეთეს მათ? ძალიან დიდი მადლობა საინტერესოებისთვის, სამწუხაროდ დრო ამ დროის ამოგვეწურა. დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. ნიკოლოზ ალავიძე, ანალიტიკური ცენტრი GeoCase-ის მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი. ამ დროისთვის საქმის კურსი დასრულებულია. ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 40 წუთში შევხვდებით დროებით.